არ მოსულვარ ოპოზიციაში, ოპოზიციიდან და არავის მე იქ არ გავუხდივარ. მე ვიყავი საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ყოველთვის 22 წლის გენერალური პროკურატურის უდიდეს საქმეთა გამომცემლად. ეს საბჭოთა იმპერიის. მე საბჭოთა იმპერიის დროს იმართებოდა მთელი მსოფლიო ამ იმპერიიდან. ეხლა რომ ჩვენ ვიმართებით, მაშინ ჩვენ მართავთ. იმამდე რა თქვია, ჩილემდე და სანტიაგომდე. გასულება მართალია პატარა იყო. შესაბამისად, ჩემთვის ძალაუფლებით არის საშუალება ხალხისთვის გავაკეთოს გაჯერებულს მესე შეღავათ. ჩემს ქვეყანას გამოვადგე ბოლომდე დავიწვევ ჩემს სამშობლოს. წყალს არა ყოველდღე. ეგრე ხარ ხუცუჩი ახლა ჩაწარებს. უკასრავად იგვიანებს. სადილე რატომღაც იგვიანებს. მამა კარგად ჩემთან. მამა წაბა. დიდი ბატონი. ნახერე მართლა ბატონი როგორ ეკეთება. ლექტო. შენგა გიერე მართლა. რაღაცა მიგიწევს იდეა. დაღალე თვითონ. ათი რო კარგად მომდაგდა. მე ვიყავი მე ვაჭრე გაჭირებული. ყოველ საღამოთი ავიდე. შუა დღეთა 12 საათზე. უშავი სასაბოლოო შენ ვერ მომიცი. რომელი საათია? 15 ურალია პირი. იცოცხლია. მე გამომხედა. ეს დავიბენი. ეს ის გორცევა მოგინდა. ისე დავიბენი რომ გავხავდი ადგილს. მიხვდა. ხელით მანიშნა. მოდიოს კამერა. ხოლა იმ დღეს მე იმეში მისვას არაფერი არ გერჩია. რაღაცნაირი ჯადოსნული ეზოია. რა თვითონაც რა. თვითონ ჯადოქარი. ახალგაზრდებო, მიჩქაროთ, მაღლა მოხმარება ჭირდება და.
ავტობუსებზე რა ხდება? მოდი ეგ რაში. ალი ხალხი ერთად გლაშებები ხა. ამ ლიფტებს ხوار და ადგას საშველი. იზიარებ გოიტა. შეიძლება ეს ყოველდღე ბაზარში ჩავა. აი, ავინტო, ესე მიყვარდა. დამლოცეთ ბაბა. აბა დრო უკვე. ქალები გავიდეთ თუ შეიძლება. მოდი გენაცვალე. ავტობუსები გამოთარიანობენ. საფლავის ამბავი გამერკვი როგორ აკეთებს. საფლავი დილით დამზადდა. ალიკა მოიტანს გვინოს და ცოტა ჩქარაკნას უთხარი. გივი. მომეხმარე რა. იქ მჟავიც არის და წნილიც. მაგრა და მოხფული და. ალიკ ცოტა ჩქარაკნას უთხარი რა. ბრძოლებული სურათი. ეხლა აჩო. სახურავი ქვევითაა და დიდი აწიე 1 2 ეს ცელოფანი გამოაწალე. ორი საკეთა ხმაში. ეს ვერაფერი მეორე ერთიც. დედა. უნდა მივარტყათ რო გაიგოს კაცო. უნდა მივარტყათ ამ.
თქვენ ავტობუსში ადგილებია წამიგზავნით შენ. ამას მივითოთ ვიჭო, სადაც საჭმელიც არის და სულ მოვისკოთ. ბატონებო, ურთულესი მისია დამეკისრა დღეს. ჩვენ გავაცილეთ ბოლო გზაზე შესანიშნავი ადამიანი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სადაგზელოს მიუბრუნდებით, განვავრცობთ. ბევრჯერ დაუბრუნდებთ ამ დიდებული კაცის სოვნას. დღეს ახლა მეტით ვერ შეგაწყენთ მე და ერთი რამე მინდა აღვნიშნო. ეს იყო საოცარი კაცი, რომელმაც დიდი სიცარიელე დატოვა. ხსოვნა იყოს, მეგობრებო. საუცხო ღვინოაც. უდაოდ, გული მაწუხებს ცოტა. აიგრებს წახი. წარაფია, წარაფია. არავინ იცის რა კაცი იყო, რა საქმეები აქვს გაკეთებული. უდაოდ. ხავს არა უცავს? ხალი ბიძა ჩემის კელეხში უნდა გენახა. ეგ არ ვიცი, მაგრამ ლოქო იყო იმდეს კინძბოში ჭკული და შეშინებოდი კაცი. აბა ბიჭო. ლოქო, კახეთში ალაზანზე უნდა იყოს დაჭერილი. ატვასმი დოშიშნაჭი. 8 კილომდე. ჯერ მომწიფარიან, 16 კილოს შემდეგ ბევრი კონია. აი ის უნდა ჭამო. კახელებს პირის გემოა. ხავთ ისევ ფეხზე ადგომით შეისვას მომდენო სადაგზელო. მე მინდა ბატონებო, ბატონი გოგიტას, მშობლების ბატონი მირიანის, ქალბატონი ზინაიდას სოვნის სადაგზელო შევსვათ. ამ დიდებული ადამიანების, რომელმაც თავიანთი ვალი პირნათლად მოიხადეს. და ბატონი გოგიტას სახით ყველა ჩვენთაგანისათვის ტკბილი და საყვარელი პიროვნება გამოგვიძერწეს. სულ უნდა იყოს. თქვენ არ იცით ეს კაცი რა სასიკეთო საქმეებს აკეთებდა, ისე რომ არავის უმხელდა, არავინ იცოდა. ესე რა თევზი მოუტანიათ, გაყინულია? არ ვიცი, არ გამისინჯავს. რა გასიჯვა უნდა არა ჩანს რომ გაყინულია? ნუხად როზუ ჯერეთ ბრატივაგას. თევზი ბათუმში შენწარ ბარაბულკას რომ მოიტანენ. ან ფოთში კეფალი ზღვის ტალღებიდან რომ გადახტება მტკნარ რიონის წყალში და მერე ისევ ზღვაში გასვენ. აი მის ჭამარათა. ან კიდო რიონში ორაგული სამეფო თევზია. და შეგიჭამია შენა ნელთვილად მოხარშული წვერა. აი სახით შენკენ რომ მოატრიალები და ბოტოქსით დაბერილი ტუჩები რომ მაგდა ზასოს რო გააკეთებდა. თელი გემოს აბოგეა არის კაცო. თორე არ ეკადრება ამნაირი კაცის კელეხს გაყინული თევზი. იტყვი რაღაცას და ეწყინებათ კაცს. კაი, ამას პირისთან თუ კაცი. ბატონებო, ბატონი გოგიტას ღვაწლი, ნამოღვაწარი, მისი დანატოვარი ვადაგრძელოთ. აი, გადავხედე ამ სუფრას და
უხვად ბრძანდებიან წარმომადგენლები. მე მინდა მამო ანდრეა თქვენთან გადავიდე ალავერს და სანამ შემდეგ სადღეგრძელოს ვიტყოდით, ეგება განავრცოთ მაგეთ თქვენებურად, ზნულად, ვაშკაცურად. ერთი გორაკის თავზე დგას ბრუსლი. მეორე გორაკის თავზე დგას ჩაკ ნორისი. ორივე გორაკის სიმაღლე 500 მეტრია. ბრუსლი 100 მეტრს, გარბის 7 წამში, ჩაკ ნორისი 8 წამში. რამდენჯერ შეძლებს ბრუსლი გორაკის ძირში მდგომი ვანდამისთვის დარტყმის მიყენება, სანამ ჩაკ ნორისი ჩამოირბენს გორაკიდან. როცა ბრუსლის წამში შეუულია 10 დარტყმის განხორციელება. ეს ერთ-ერთი ამოცანა იყო, რომელიც ბატონმა გოგიტამ მე და ჩემს მეგობრებს დაგვავალა. ესეთი უცნაური კაცი იყო, თავისებული. ცოტა უფრო ადრე, ღრმა კომუნიზმის პერიოდში, როდესაც ლიტანიობაზე მისვლა გარკვეულწილად გმირობის ტოლფასი იყო, ბატონი გოგიტა ამ ეზოში პატარა ბავშვებს ძველ და ახალ აღთქმას უკითხავდა. ბატონმა გოგიტამ ჩვენში ჩანერგა რწმენა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ეკლესიური, არ დადიოდა ხშირად ტაძარში. ის რაღაც თავის გამოგონილ სამყაროში სხვა პლანეტაზე ცხოვრობდა. ის, რასაც მე წარმოვადგენ, რისიც მწამს, რისიც მჯერა, რასაც ვაკეთებ, ეს ბატონი გოგიტას დამსახურებაა. გაუმარჯოს ბატონ გოგიტას, შეუნდოს უფალმა შეწოდება ნემსი. აჭირებული მეგობრისთვის ხვეწნა მუდარი თავის დამდაბლებით შილაბლავი როგორ გამოვიდა თარუჩი მაგრამ გასინჯე ხბოს ხორცი გემრიელია კი გავსინჯავ ხორცი უხდება კელებს მარხვის უფრები ჭირივით მეზიზღებ აბა ბიჭო თქლიფე ისოიო და კომპოსტო მარსლაც რა უფალ შეგვწა გასინჯე ხბოს ხორცი გემრიელია თუ მე შემეცვალა პირის გემრი არა გმადლობთ ბატონო რეზო როგორ ხართ აი ხა დაგინახეთ და ვერ მიცანის ბატონო რეზო თორნიკევა ქართულ ცეკვას მასწავლიდით ბავშვობაში ბატონო რეზო გამიხსენეთ კი უბრალოდ აზრი გამექცა თორნიკევა როგორ გამეხართ ახლა თქვენი ნახვა ბატონო რეზო რაც მე თქვენ გეძებეთ და ვერსად ვერ მიგაგენით აი მართლა ყველგან გეძებთ ძველ დარბაზშიც ვიყავი რამდენჯერმე არც ერთხელ არავინ არ დახვდა და სად გადახვიდით უგაცრავად ერთი წუთით რა დიდი ბოდიში ხო მუშაობ ანუ კიდე ხო აკავთ ბავშვები რა ვიცი აბატეთ რა რაღაცა ესე შემოგეჭერით აი ეს კაცი ქართულ ცეკვას მასწავლიდა ომის დროს აი საერთოდ არაფერი არ ხდებოდა აი ზუსტად მაგ დროს და რა დრო იყო ხო გაყინული დარბაზი უშუქობა უამინდობა და აი დღე-და-ღამე ვარჯიში და რეპეტიციებში გაგვატარებინა ეს პერიოდი აი მართლა რაღაცნაირად აი მე ემაყება ამ ადამიანის მოსწავლე ვარ და მინდა რომ ჩემი მხრიდან რაღაცა მომეფერო აი თქვენთან ერთად მოდი ბატონ რეზოს გავუმარჯოს რა ისი 8 წლისთვის და ყოველთვის საქმიანობის გაუმარჯოს. ცხონებული ბატონი გოგიტასი არ იყოს. თქვენ რთული პერიოდის მიუხედავად თქვენი საქმისათვის არ გეღალატიათ. ბატონ რეზოს გაუმარჯოს. მის ვალსა და საკუთარი საქმისადმი ერთგულებას გაუმარჯოს. იცოცხლე შემოკარგო ადამიანი. დიდი მადლობა. გაიხარე, გაგიმარჯობა. ხავიდა რა ცხოვრება. რას დაგელოდე? ბატონო ეს ბიჭი უნდა მოგიყვანოთ ცეკვაზე და იქნება მისამართი მომცეთ თქვენიან ტელეფონის ნომერი ჩამოწერინოთ რომ მოგაგნოთ როგორმე მე დაგირეკავ თვითონ თორნიკე კი ბატონო მე მგონი პასტა არა მაქვს ვიკაცო პორტუგალი ეხლავე ავინაცვალ მე მაქვს ავტოგალო ბატონო ეს მოკლედ აი ეს არის ჩემი ნომერი და აი ძალიან გთხოვთ აი თუ დამირეკავთ ძალიან გამახარებთ აი მაშ ვასწავლოთ აი როდის დამირეკავთ ბიჭი რამდენი წლის არის თორნიკე ჩემი ბიჭი არის 12-ის ახლა და ეს წლები არ უცეკვია არსა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ რა ვქნა ჩემი ბრალია და დაგვიანებული ხო არ არის მაშინ უნდა ვიჩქაროთ თორნიკე კი ბატონო როგორც კი თქვენ მეტყვით ეგრევე
თუ შეიძლება თქვენთვის რაღაცები ჩავალაგე ჩანთაში და ძალიან ხუთ უარს მომიტყვეთ. თქვენ ძალიან მეცნობთ. თქვენ ადრე ერთი წუთით დამელოდეთ, რა თუ შეიძლება არ წახვიდეთ. ბატონო Rezzo. Matalozo. ბოდიში თორნიგე. ესე ბოდიში პირიქით ხო არ გათხართ? კი, წავიდეთ. კი ბატონო. შენ საით მიდიხარ თორნიგე? მე აქეთ მივდივარ ხო? მე აქეთ. და მიგეცილებ ხომში? არა, აქვე არ მისასვლელი. ბატონო, მართლა ძალიან გამეხარდა თქვენი ნახვა და მოკლედ თქვენ ზარს დაველოდები ხო? აუცილებლად დაგირეკა. კარგი, დიდი მადლობა. მაშინ დროებით ხო? დროებით. ნახვამდის. ცოტა ახლა აქეთ გამოვიარე რა ნახოთ რა ისე აქეთ გავიარე გავიარე ახლა მოვიდა დროზე საჭმელი მოიტანა გავიანდა ისე როგორც იცის ხოლმე რა ისე როგორც იცის მაგრამ გუშინებელ გემრიელი გუშინებელ გემრიელი ხო არი ამამიცა ემართება დილით ადგილი თითქოს ნორმალური ამინდი მე შევაგდესე მეუღლება საღამოს უნდა აცილოს რა დილით თითქოს გამოანახა ერთი გენაცალი ერთი წუთით. ხალებო, აიღეთ ეს ტონალობა. კარგია. ლამაჟორი მოხსნათ, დომაჟორში დავიწყეთ. ხელის მოძრაობა გავაკეთოთ მარჯვნიდან მარცხნივ. აი ასე. ყურადღებით, დავიწყეთ. კარგია ხალებო, მალადეც. აბა ვისაც სურდა
ჩვენი ტანჯვა შენახავ ვით თბილისის მყუდროება შევлахავ მისი გულის ორად გამაკვობელი იცი ჩემო შავო ბიჭო შენახავ მისი გულის ორად გამაკვობელი იცი ჩემო შავო ბიჭო შენახავ ჩემი გერგერგოდე ხელი გავოდე კავე პარვე ძოდე ჩემო ბატონო ჩემი გერგერგოდე ხელი გავოდე კავე პარვე ძოდე ჩემო ბატონო ვარდმა უეკლოდ ვერ იბარდა დაშორება რა ქნა არ გამიხარდა მაგრამ მეგულსევდას ვერ ვათქმევინე შენ ხომ ჩემთან ყავის გაშლადი გვერდა მაგრამ მეგულსევდას ვერ ვათქმევინე შენ ხომ ჩემთან ყავის გაშლადი გვერდა ჩემი დმერე გეწოდე ხელი გავოდე